ეს ვიდეო მხოლოდ მათთვისაა, ვისაც უნდა რომ უმოკლეს დროში ისწავლოს ინგლისური ენა და საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლია. თუ ასეთი არ ხარ, გააგრძელე სკროლვა. რა უნდა გააკეთო? ერთ მეთოდს გასწავლით, რომელიც შეიძლება არაკომფორტული იყოს, მაგრამ 100%-ით მუშაობს და გავყავართ ძალიან მოკლე დროში ძალიან მაგარ შედეგებზე. უნდა დაუთმოთ ყოველდღიურად მინიმუმ 10-15 წუთი, ცხადია რაც მეტი მით უკეთესი. და ახლა გეტყვით რა უნდა გააკეთოთ. თეორიული ცოდნა უნდა გადაიტანოთ პრაქტიკაში. როგორ? უნდა ესაუბროთ თქვენს თავს ხმამაღლა იმ ცოდნის გამოყენებით, რასაც იღებთ. კერძოდ, დავუშვათ ისწავლეთ past simple, ეს დრო, ისწავლეთ თეორიულად, იცით როგორ უნდა აწარმოოთ ეს დრო, იცით თუ რა ფორმებში იჯდება ზმნა, რა სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე იცით. მაგრამ ახლა რა უნდა გააკეთოთ? თქვენ უნდა ისაუბროთ ხმამაღლა ამ დროის გამოყენებით. კერძოდ, მაგალითად, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორ აღნიშნეთ შარშან დაბადების დღე, ან როგორ გაატარეთ ბოლო არდადეგები, ან როგორ აღნიშნეთ ახალი წელი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით საუბრობთ წარსული მოვლენების შესახებ ამ დროის გამოყენებით. მეორე, აი ლექსიკის კუთხითაც რომ განვიხილოთ მაგალითი, დავუშვათ ისწავლეთ გარეგნობის აღნიშნული სიტყვები, რა უნდა გააკეთოთ, უნდა აღწეროთ მინიმუმ 10 ადამიანი და გამოიყენოთ ეს სიტყვები. ზუსტად ასე ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და თქვენ შეძლებთ რომ ეს ცოდნა გამოიყენოთ როგორც საუბრისას, ასევე წერისას. მე ვარ თამარ ბაქრაძე და თუ ინგლისურით ხართ დაინტერესებულნი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი.